მოგესალმებით მეგობრებო. დღეს აქ ამ არენაზე წარიმართება საუკუნის ბრძოლა. ერთმანეთს შეერკინებიან მსოფლიოს 10 გზის ჩემპიონი, ევროპის 4 გზის ჩემპიონი, მსოფლიო რეკორდსმენი. მიესალმეთ მაიკ ანდერსონი, იგივე მეხი. მას წინააღმდეგობას გაუწევს ხონის, ვანის და სონტრედის ღია ჩემპიონატის 3 გზის გამარჯვებული, დაუნდობელი, უსისხლო, უხორცო და უგულო მებრძოლი. უბედური დარტყმის და გურულივით მომსპარიანის პატრონი. მიესალმეთ გივი პაპავა, იგივე ნოე კიკნაძე, ზედმეტსახელად ვალერი, UFC-ში ცნობილი როგორც ოთარი, ოჯახის წევრებისთვის ნიკა, მეგობრებისთვის სოსო. მიესალმეთ კუბა პაპავა, იგივე შოთა. კუბო, ეს რა კამრებია? აუ, ბოდიში ჩემი შარვლების კამარი წამობიღია რა. აპატი. ებრძოლებო. ხოდ დაიკავოთ პოზიცია. აიყო, შეგეშინდა და გაიქეცი პატარა ეშმაკუნა? თუ რა იყო, ზემოთ ამოიხედა შე ლილიპუტო შე. ლილიპუტი მამა ჩემს არ უკადრებია, შეახლობა. დამშვიდი. კარგი. მაიკ, მოდი. მე შემიძლია მოგისმენ. გული გადაგიშალო, მითხარი რა გტყივა. მითხარი რა გაწუხებს ბუტია. მოდი რა. დამშვიდი. კუბო, სასწორზე. გაიხადე რასაცმე. ვერ გავიხდი რა. ტრუსით დადექი. ვერ გავიხდი. რატო ვერ გაიხდი? ტრუსი კი არ მაცვი. კარგი. აბა? გასაგებია. ამე. $30 კილო, გასაგები. ხო, ადგილებზე. მოიც მაიკ. შენთან UFC-ს ფედერაციამ რაღაც გამომატანა. რა გამოგატანა, აბა? დამშვიდი. მებრძოლებო, დაიკავეთ ადგილები. ჟურნალისტებს გთხოვთ მოემზადეთ. მოგესალმებით. ავთო ჩიტიძე, ჟურნალი სპორტი, ბრძოლა, პრესი, ჰუკი, ნოკაუტი, აბერკოტი, ღამე და მშვიდობა. ბოდიში ვერ გავიგე, რომელი ჟურნალი? ჟურნალი სპორტი, ბრძოლა, პრესი, ჰუკი, ნოკაუტი, აბერკოტი, ღამე და მშვიდობა. კი ბატონო, კითხვა რა არის? ბოდიში კითხვა დამავიწყდა. Next. მოგესალმებით, ჟურნალი ერთგული ნოკაუტი. ბატონ გივი კუბო პაპაოსთან მექნება 2-ში კითხოთ შეიძლება. ბატონ გივი, არ გიშინია თქვენს მეტოქეს 80 მატჩამდე წაუგებელი სერია აქვს. არ მეშინია, რადგან მე მარტო არ ვარ, ჩემს უკან ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები და ერთ მუშტად შეკრული ხონიაში არა რაობა. კუბო, ვიცით რომ ბრძოლა უნდა გამართულიყო გუშინ 3 საათზე და თქვენი მოთხოვნით გადმოიტანეს დღეს. გიპასუხებ შიფერავ. მათემატიკა მქონდა და ვერ გავაცდენდი ვაჟბატონო, ამიტომ ბრძოლა დღეს გაიმართება. თუ საიდუმლო არ არის, მოგების შემთხვევაში რა თანხა საიკლოთ? თავიდან ჟურნალისტების გასაგონად ვიტყვი, რომ 40 მილიონზე იყო საუბარი, მაგრამ საკმარისი სპონსორები არ გამოჩნდნენ, ამიტომ გამარჯვებულს 121 ლარი და ზეთი გადაეცემა. მაიკლ, წინ პური გიდევთ და ეს რამე სიმბოლოა თქვენი? არა. ეს ბუტერბროდის პურია. შიგნით სალათის ფურცელი და თხელი ყველის ნაჭერი დევს. აი, ცოტა ხანში ამ სოსისაც ჩავდებ და მივახლებ. დამშვიდი. ბატონო კუბო. აი თქვენ გითხარით ეს კამრები გიდევთ წინ და რას ნიშნავს? ეხლა ვიახსნით. ეს ხონის ღია ჩემპიონატში რო გავხდი გამარჯვებული იქ მოვიგე. ეს ჩასვილი მოწინააღმდეგე არ გამოცხადდა ჩემთან საბრძოლველად და იქ მოვიგე. ეს კამარი კიდე არ ვიცი ვისია და თუ შეიძლება რომ წააციოთ აქეთ. გამშვიდი ძუკნავ ცოტა ხანში თავის ჩამოსახშობად გამოგადგება.
დაშვიდები თუ არა? Next. კუბო, ძალიან საინტერესო ტატუები გაქვთ. აი, შეგიძლიათ გითხრათ რა გახატიათ? იახ, ეხავე გეტყვით, მარჯვენა ხელზე დედაჩემი მახატია, ხოლო მარცხენაზე მამაჩემი. ესე დაშორებით რატომ დაიხატეთ შოვლები? და მე გეტყვი. ამის შოვლები დაშორებულები არიან და მაგის ბრალია ზუსტად. შენიშნეთ ჟურნალისტებმა რომ თქვენმოთაც გახატიათ რა გახატიათ შეგიძლიათ? დიახ, ქვემოთ ჩემი მოწინააღმდეგე მახატია მიიღე მისაღებში შეძუკ. რა არ გასვენებს გამჩენი? Next. მოგესალმებით, ჟურნალი ბოიკას ცხოვრება. ისმეთ. გივი იგივე კუბოსანმა შეკითხვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ ერთი წელი იყავით UFC-სგან მოხსნილი მეტოქის ყურის მოჭმის გამო. რა კომენტარს გააკეთებთ ამ თემასთან დაკავშირებით? იახ, ეხავე გიპასუხებთ, ქალბატონო. მე მოხსნილი კი არ ვიყავი და ყური კი არ მოვაჭამე. უბრალოდ ანეკდოტს უყვებოდი და სწრაფად გაწია თავი და შესაბამისად მისი ყური შემჩა პირში. ქალიშვილო. ჩხუბის შემდეგ თუ ცნობენ ქუჩაში ბატონა გივი. დიახ, ჩხუბის შემდეგ ცნობენ კი ქუჩაში, უბრალოდ პატრონი ვემცნობ სახში რომ მივდივარ. ბიჭო! მომიყვანხარ კუბო! წელი ცხოვრება შენი ფანი ვარ, შენი ტყილებია სულთან დამა. მეორე აცმას ასრო დააკეთებ მაგისას. აი მე ნახე. ვაიმე, როგორ შემაშინე, შეკათამო, როგორ შემაშინე. შენი ძვლებისგან ლეგოსა ვაწყობ შეიდიოტო შენ. ნელა შემაშინე, შეკათამო, მილებს ისე დაგიმტრევ მაწონზე და ბურკზე იქნები ერთი თვე, ერთი. შე კრეატიულო, შენ როგორ შემაშინა, რაიდე? შენ ცვილის ფიგურას გავაკეთებ, ბიჭო. შეხელოვანი, ბიჭო, შენ ნელა შემაშინე, ქათამო. შენ დათუნიას გავვთხრი შუაზე და აქეთ-იქით მიმოფანტავი ბამბებს და რაღაცები. რა თქვი, ბიჭო? შენს დათუნიას გავვთხრი. ჩემს ვინი პუხის დათუნია შეეხები და შუაზე გაფარში.